პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მისი უდიდებულესობა ჩაკაფული. მე ძალიან კარგი მე მინდა. დაჭმევ. მალე მოვიდეს თამუნა ძალიან გემრიელია მინდა. იუხ, რა კარგი მიყვარს. ნუნდერვი ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი საშიში არ არის. მოვედი იმის გასასინჯეთ, რაც არ გამისინჯებს არასდროს. არც მოგიმზადებიათ. არა. მოხარშული ხორცის გემო აქვს ტყემალში. ჩიხითმა არ მაგასინჯული. ბოზბაში არ მქონდა გასინჯული, բայց ის პროდუქტს ვერ ჭამ, თევზეულს ვერ ჭამ. აი ხა როგორ თქვა ღვინოს არ მიყვარს. რას მოდიოდიო მე არ მეთქვია მაგის. მე მგონია რომ ეს არის რაღაცა მართლა ბავშვური ტრავმის შედეგი, როდესაც უბრალოდ სიახლის გეშინია. ხო, ზოგს უყვარს მშვიდე და ალგებული ცხოვრება, მე არ მიყვარს. ხოდა ჩემთვის რაღაც მოსაწყენი გახდა. მოსაწყენი გახდა, უირასო. და ამაზე მაქვს სულ პრობლემები. ახალსანაცავს არის. ცილს როდის ახლა მართლა მაინტერესებს. მე მგონია რომ ზუსტად ამის გამო მაქვს პრობლემები წონასთან დაკავშირებით. აი თავიდან რომ დავიწყე დიეტა, ხამე მეღვიძებოდა და მშია. ერთულია. ზართულია. მაგრამ რაღაცნაირი გავხდი, არაფერზე არ ნერვიულობ. ხო იცი რომ სამყარო ცალკე ხალხის გარშე ძალიან მოსაწყენი იქნება. რა თქმა უნდა. გადაცემა Easy Plate-ის სპონსორია ტექნიკის მულტიბრენდული მაღაზია მეტრომარტი. გადაცემის სპონსორია სპარი. ერთად უკეთესია. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაგიბრუნეთ ახალი ეპიზოდით. აღდგომა გვიახლოვდება და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა შემოგთავაზოთ ჩვენთვის ყველაზე საყვარელი რეცეპტი, რომელიც ყველას უყვარს და საღამოთ აუცილებლად აკეთებენ და ნუცა რა არის? ეს არის ჩაკაფული, მისი უდიდებულესობა ჩაკაფული. ძალიან მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, მოვხარშავთ მულტისახარში ქვაბში, რომელიც ნინჯა მოგვაწოდა და ძალიან სწრაფად მზადდება და პროდუქტები ვინ მოგვაწოდა ნუცა? სპარმა რა თქმა უნდა, სპარის პროდუქტები გვაქვს ახლა მომარაგებული. სპარში შეგიძლიათ როგორც ყოველდღიური საჭიროებების, ასევე სააღდგომოდ განსაკუთრებული ევროპული სტილის არჩევანი დაგხვდებათ და ამ ხრივ სპარი ძალიან პრაქტიკულია. ნამდვილად. და დავიწყოთ ახლა უკვე მზადება, ნუცა მე ალბათ მწვანილი გავარჩიო ჯობია და შენ ხორცს მიხედო, ხო? ნამდვილად, გავვრეცხოთ დღევანდელი სტუმარი არ გვიხსენებია ჩვენ ვინ იქნება ჩვენი სტუმარი. თამუნა უსერიძე გვეყოლება სტუმრად, რომელსაც დავაგემოვნებინებთ ამ კერძს. და იცი რომ საერთოდ არასოდეს არ აქვს თამუნას გასინჯული ჩაკაფული. არასდროს ცხოვრებაში არ აქვს გასინჯული ჩაკაფული. ой რატო? და არ ვიცი, უნდა ვკითხოთ მიზეზი და აუცილებლად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს დაკისრებული, თუმცა რომ არ მოეწონოს ჩაკაფული თამუნას, მთელი კახეთი და არა მარტო, ალბათ მთელი საქართველო ვერ გვაპატიებს ამას. ჩვენ ხბოს ჩაკაფულს ვაკეთებთ და მე ხომ დავიწყო ხორცის დამუშავება, რომ დავიჭრო პატარა ნაჭრებად. ნუცა რო იცოდა მეც მქონდა ესეთი ბავშვობაში ჩაკაფულზე ცუდი რეაქცია, იმიტომ რომ ერთხელ წამიყვანეს ციკანი, წაიყვანეს დასაკლავად და ბუნებაში გააკეთეს ცეცხლს და დიდ ქვაბში. მე პატარა ვიყავი ძალიან და ციკანი ძალიან მომწონდა და რო გავიგე რომ ის დააკლეს და მე იმისგან მოამზადეს ის ჩაკაფული წალები ვერ ვეკარებოდი საერთოდ ჩაკაფულს და დღემდე რაღაცნაირად ვერც ციკნის ჩაკაფულს ვეღარ ვეკარები. მე კი ვეკარები, მაგრამ ხორცთან მაინც მიყვარს ხელთათმანები და ფინოს ხელთათმანები და ესეთი ნახე როგორ კარგი ფინოს შეფუთვა გვაქვს. შეგიძლიათ დაახარისხოთ მაცივარში ყველაფერი ესეთ პარკებში. ნუცა ალბათ ხორცის დამუშავებაზე განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც დაფა უნდა გქონდეს ცალკე ალბათ ხორცისთვის წითელი დაფა არის ხორცისთვის. და აი თქვა, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ უნდა გარეცხო ხორცი მომზადების წინ. ხორცს არ ვრეცხავთ, ძირითადად ისეთი მომწოდებელი უნდა გყავდეთ, რომელსაც ენდობით და იცით, რომ სუფთად ამზადებს ხორცს. და შეფუთული მოდის ის ხორცი. აუცილებლად, ანუ კი. სტერილურია ერთგვარად, რა თქმა უნდა. თუმცა თუ ვაინც ვრეცხავთ, იქ უნდა დავამუშავოთ ანტიბაქტერიული ხსნარით. ხო, ყველაფერი, იმიტომ რომ უბრალოდ წყლით გარეცხვა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით არ შველის, იმიტომ რომ შეიძლება მე ღრუბელში ჩაჯდეს ეს ბაქტერიები და შეიძლება რაღაცა ცუდი დაავადება გამოიწვიოს. ამიტომ თავს გაუფრთხილდეთ, მეგობრებო. და ნუცა შენ ყოველთვის ინახავ ხოლმე ხორცს ესეთ დაფასოებული უნდა იყოს პარკებში. თან ძალიან ცოტა ადგილს იკავებს. კონტეინერიც არ ჭირდება. ერთჯერადია და ძალიან ნუ ისეთია რა, სანდო. ფინო არის უკრაინული ბრენდი, რომელიც აწარმოებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პროდუქციას, რომელიც ძალიან გვეხმარება სახლის საქმეში და სამზარეულოში. ახლა კი დავჭრათ ჩვენი ხორცი, რომელიც მაცივარში იყო და ცივი არის, იმიტომ რომ დიდხანს მაციურის გარეთ არ უნდა გავაჭეროთ ხორცი. ანუ ეს არ არის გაყინული ხორცი, ეს არის ხო? ეს არის ხბოს ხორცი, რომელსაც ახლა დავჭრი პატარა კუბიკებად.
და შემდეგ უკვე მოვათავსებთ წვანილებთან ერთად ფენა. მე ალბათ წვანილები რო დავარჩიე ჯობია. მეც დაგეხმარები ახლა და წარხუ უნდა განსაკუთრებით კარგად უნდა გავარჩიოთ. სულნელი ისე მიყვარს. როგორ რეცეპტს აკეთებ? ეს არის კლასიკური რეცეპტი თუ რამე შენიხელწერა? არა, მე მგონი ხიაგაფული ეს ერთადერთი კერძია, რომელსაც არაფერი არ ჭირდება ზედმეტი, იმიტომ რომ კლასიკური რაც არის, ისიც იდეალურია. და მე მახსოვს, ნუცე რომ შენი ჩაკაფულის რეცეპტი აი, საქართველოს წარმოვადგინეთ ამ რეცეპტით, ჩაკაფულის რეცეპტით მერკურის ინტერნაციონალური შეფების ფორუმზე. ნამდვილად ძალიან კარგია რომ გავიტანეთ ჩვენი საოცარი კერძი საზღვრებს გარეთ. სად არის ჩვენი ხორცი? ახლა მეც დაგეხმარები. ხო. მე არ ვარ შენაირი სწრაფი. რამდენი მწვანილი ჭირდება ჩაკაფულს? ბევრი, რაც შეება ბევრი. ესე გრამაჟობით არ ვიცი, მე სულ ზომით ვაკეთებ ხოლმე. და შენ ფენა აკეთებ თავიდანვე თუ ცალკე ხორცს წამოადუღებ? ანუ ერთად და მარტო ღვინით აკეთებ თუ ცოტა ღვინოს გამოვიყენებ მშრალს რა თქმა უნდა და წყალს დავუმატებ, ასევე მარილს და ცოტა ტყემალსაც უმატებ, რადგან ძალიან კარგი ამოსაწყობს. ხელები დამეხალა. აუ, წვანეზე გამახსენა, ჩვენი სპონსორი არ გვიხსენებია, მეტრომარტი. წვანეზე გაგახსენდა. წვანეზე. ჩვენი სპონსორია მეტრომარტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც წვრილი, ასევე მსხვილი ტექნიკა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს მიტანის სერვისი, ამიტომ შეგიძლიათ მათ ვებსაიტზე შეარჩიოთ სასურველი ტექნიკა, ხოლო მათი კურიერები მოგიტანენ სახლში ყველაფერს საჭიროს. და არის ნებისმიერი ბრენდის და საფასო კატეგორიის არჩევანი. ჩვენი ჩაკაფული უნდა მოვამზადოთ ნინჯას მულტსახარში, ესეთ ქვაფში, სადაც ძალიან ბევრი რამის მომზადება შეგიძლიათ, მათ შორის აეროგრილიც არის და შეწვეთ შეგიძლიათ. ისე სხვა შორის რამე ხო არ მომზადოთ აეროგრილში, შემდეგ აუცილებლად. იცი რა, მე მაჭკატები მიყვარს ძალიან. აეროგრილში? ხო, აი ჩვენი საყვარელი ხაჭოს მაჭკატები, სოფლის ნობადის ხაჭოსგან მოვამზადოთ და მართლა საოცარი რეცეპტი იქნება. რაც შენ ვაჩუქე მე მულტის ახარში, მას მე ყველა ჩემი კერძი არის ურბილესი, აი ხორცი გამოდის საოცარი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ძახლობთ 20 წუთში მზადდება ნებისმიერი ხორცი და არის ისეთი რომ პირში იშლება. თუ ვსურთ რომ საავტომო სამზადისით თქვენთვისაც ასეთი სასიამოვნო გახდეს და ასეთი სურნელოვანი და მარტივი რაც მთავარია, გეტყვით რომ 6-დან 13 აპრილის ჩათვლით ნინჯას ამ არაჩვეულებრივ მულტსახარში ქვაბზე და არა მარტო სხვადასხვა ნინჯას ტექნიკაზე დაგვხვდებათ ფასდაკლება როგორც Shark Ninjas შოურუმებში, ასევე მათ პარტნიორ მაღაზიებში. ხელთათმანებით დამჭირდება ახლა რომ ყველაფერი მოვათავსოთ აქ. მარილიც დაგჭირდება ლოსალტი რა თქმა უნდა, რომელიც შეიცავს 66%-ით ნაკლებ სოდიუმს და ნატრიუმს და ძალიან ჯანსაღი გამოვა ჩვენი კერძი, იმიტომ რომ ზედმეტი ნატრიუმიც არ იქნება, რადგან ნატრიუმის შემდეგ ხო იცი რომ აკავებს სითხეს ორგანიზმში და ძალიან მავნე არის. საავტომო დღესასწაულებზე ჩვენი სადაც მე მგონი პასკების და სხვა საკვების შედეგად ისედაც გვექნება სითხის შეკავება და ამიტომ ზედმეტი სითხე და ნამდვილად კვერცხთანაც გირჩევთ რომ მარილს თუ მოაყრით ლოსალტი მოაყაროთ. ახლა კი დავიწყოთ, მოდი ჯერ ხორცით დავიწყებ. სულ ოდნავ ზეთს გადავიტან. სულ ცოტა ზეთი. შემდეგ მოვათავსოთ ხორცის ფენა. შემდეგ დავუმატოთ მწვანილები. შემდეგ ისევ ხორცი დავუმატოთ. და მწვანილები. ახლა კი ღვინო დაგჭირდება, ცოტა წყალი დაგჭირდება და მარილი, რა თქმა უნდა. წყალი იქ არის, ნახე გრაფიკში. ღვინო აუცილებლად უნდა იყოს თეთრი მშრალი. ძალიან საინტერესო ღვინო. გამოვიყენებ. ოპერა პრიმას. და ნახოთ აბა როგორი გემრიელი გამოვა. და ტყემალი დამავიწყდა. ტყემალიც ღვინო აუცილებლად. რამდენი? ბევრი. და წყალი. ახლა კი დროა მოვხარშოთ. მარისია და ჩავრთოთ ნინჯას მულტსახარში. всё. ახლა დაველოდოთ. ნუ რამდენი ხანი ჭირდება? 9 საათი ალბათ. შენ ისაუბრებ დღეს? არა და ძამშია. გარდიშთან მოდიხარ. რამეცილოვანი გჭირდება? ხო, ხაჭო. შენ რო გიყვარს ძალიან. ხაჭო და არაჟანი. ოკეი, ეხლა მოგაწდი. ეს არის შენთვის არაჟანი, ეს არის და სტევიაც გვაქვს. შენ გიყვარს და ცოტა ტკბილი. ცოტა ტკბილი მიყვარს, მე ამ სტევიას უმატებ. ეს არის ჩემი საყვარელი ხემსი. რეცეპტად არა, მაგრამ უბრალოდ ხემსად გეტყვით, რომ
ძალიან კარგი არის ხაჭო, იმიტომ რომ ცელას შეიცავს და მე რა თქმა უნდა ყოველთვის მივეცნო სოფლის ნობათის ხაჭოს, იმიტომ რომ ვენდობ მათ ხარისხს. დამზადებული ყოველთვის ის ნამდვილი რძის პროდუქცია არის და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხარისხს და ყოველთვის ყველა ფერმერისგან შემოსული რძის ხარისხი არის შემოწმებული და უმაღლესი ხარისხის თუ არ იქნება, ისე არ ჩაუშვებენ წარმოებაში. შენ არ გინახავს სტევია? სტევია, მე არ მიყვარს ტკბილი გემო რომ მოყვება. ამიტომ მიყვარს ჩემთვის მარტო მე მინდა სტევიათი. მე მეტი არაჟანი მიყვარს ერთადერთი. დაგიმატებ. დამიმატებ. ნям. სადამ გამზადდება ჩვენი ჩაკაფული? მივირთვათ ხაჭო და არაჟანი არ იცი როგორ მინდოდა. კიდე კაი. ყავს ესეთი კარგი სპონსორი როგორც არის სოფლის ნობათი და ძალიან კაია. ჩემი ფავორიტი კომბინაცია. კენცას ძალიან უყვარს რძის პროდუქცია და ყოველთვის აქვს მაცივარში მარაგები. რა მალე გამზადდა? ზუსტად 20 წუთში მეგობრებო, ნინჯას დამსახურებით ჩვენი ჩაკაფული მზად არის. დღეს ინჯაო? მე მარილი სანამ დავასერვირებ. როგორ აქვს და რა გემრიელი. ხო, ძალიან გემრიელია. ხალხო სასწაული გამოვიდა და მე ოდნავ მაინც მარილს აი ცოტას დავამატებ. იმიტომ რომ ნაკლებად მარილიანია ეს მარილი, ამიტომ შეგვიძლია ცოტა მეტი დავამატოთ. და მე ძალიან კაი კიდე მინდა. გაჭმე. მალე მოვიდეს თამუნა ძალიან გემრიელია მინდა. ეს გვერდები დამესვრება და ის დაგჭირდება ჩვარი ერთი. ხავე დაიცა აქ. ჩვარი. აუ რა კარგი, ეგ მე ხო ძვლიანი. კი, ეს ძვლიანი აჰა და მოწმინდა გვერდები. კაი, გავუწმინდა ახლა. რა კაი სუნია, გაზაფხულის. როგორ მომნატყებია და დარწმუნებული ვარ, თამუნას ძალიან მოეწონება ჩაკაფული, თორე ძალიან ნერვიულობ და რო თქვა, რომ უნდა გავსინჯო ისეთი რაღაცა, რაც არასდროს გამისინჯავს. ჩვენთან ვატარებთ ექსპერიმენტს ხალხო, ვინც ადამიანზე, ვინცაც არ გაუსინჯავს არასდროს ჩაკაფული და პირველად უნდა გასინჯოს. ეს საინტერესოა. აბა. იუფ, რა კარგი მიყვარს. ახლა კი გადავიცვალთ სტუმართან და დავაგემოვნებინოთ პირველ ცხოვრებაში ჩაკაფული. მოგესალმებით თამუნა, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი საშიში არ არის. უბრალოდ უგემრიელესის აღდგომა კერძია. თუ არ მოგეწონებათ, შეგვიძლია გადავდოთ და დავივიწყოთ. აქ შეუკვეთოთ რამე ძალიან გემრიელი კერძი და იმას მიირთმევთ ნამდვილად. მოგესალმებით. თქვენი გადაცემა არის ნათელი მაგალითი იმისი, რომ შინაურის დანდობა არ აქვს, იმიტომ რომ თქვენი ერთი პროდიუსერი არის ჩემი შვილის ნათლია და ბავშვობის დაქალი, მეორე პროდიუსერი ჩემი პოდკასტის პროდიუსერი არის აქვე და იცოდნენ ჩემი მდგომარეობა, მაგრამ მაინც ხოვეს და მოვედი იმის გასასინჯად, რაც არ გამისინჯავს არასდროს. არც მოგიმზადებიათ? არა. რა უცნაურია, რატო? რა მიზეზით არის ეს ხორცი არ მიყვარს? ხორცი მიყვარს ძალიან და ხორცის გარეშე მე არ შემიძლია და ჩემი მაცოცხლებელი, მამოტივირებელი არის ხორცი. მაგრამ მე ვაფასებ საკვებს ვიზუალურად სურნელით და წარსულის რაღაც ტრავმებით. იმიტომ რომ მე რომ მახსოვს ბაღში რომ მაჭმევდნენ ძალით მაწონს, რომელსაც ჰქონდა ვანილი, მაგრამ კაი სუნი ჰქონდა, მაგრამ ცუდი გემო, მერცის ნაწარმი არ მიჭამი არაფერი, ანუ მას მე საერთოდ არაფერი. თევზი არ მაქვს ნაჭამი, იმიტომ რომ ალბათ ბავშვობაში ანუ რომელი წელი იყო არ მახსოვს, მაგრამ ბავშვობაში რო წამიყვანე შემამშობლებმა და აი ცოცხალი რო იდოწი, რომელიც ეს გაპარჭყული თვალებით მიყურებდა, იმის მერე მე თევზთან არ მაქვს შეხება. მწვანილსაც ვერ ვჭამ ვერანაირს, ბორში ძალიან მიყვარს და ვწურავ საწურით და ისე ვჭამ. ანუ ჩანგლით ვიღებ. ეხლა რო გწოდნე და ჩვენს ალბათ რაღაც ალკეა. ვეცდები რომ მწვანილის გარეშე დავიგებოვნოთ. სენსიტიური ბუნება აქვს და აი ძალიან საინტერესო პიროვნება. თამუნა ძალიან მიხარია რომ ულამაზესი, აი ულამაზესი ხარ. მადლობა. ხარ და თან ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ აღმოჩნდა ისე რომ ნუცას ბაბუა და სანდროს ბაბუა, თამუნას მეუღლის ბაბუა უახლოესი მეგობრები იყვნენ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავდით ხოლმე ჯემალ ღაღანიძეს და აი მის ხსოვნას მინდა რომ პატივი ვცეთ, არაჩვეულებრივი ადამიანი. ხო და სანდროს ძალიან უყვარს. ხო და გავუგზავნოთ. კი, ახლა ჩავდებ კონტეინერში გავუგზავნოთ სანდროს ჩვენგან ჩაკაფული. მოდი აბა 1 2 3 და უნდა გასინჯო.
ერთად. ხო, ერთად. მოდი მე ცოტა ის უზრდელურად მოვიქცევი და დანაჩანგლით გავსინჯებ, დანაჩანგლით ვსინჯებ და მე ყოველთვის წვენს. მწვანილს მოვაშორებ. რა, მხოლოდ ხორცს? ჯერ მხოლოდ ხორცს. რა უცნაურია. რა ძალიან გემრიელი. ყემალი თუ გიყვართ? კი, ძალიან. მაშინ შეიძლება მოგეწონოთ კიდეც. მოხარშული ხორცის გემო აქვს ტყემალში. ტყემალში, ხო. ხო. სურვილი ჩაიფიქრე. არა, ვერ მოვიფიქრე მაგდენი ნერვიულობ. მოდი წვენს. წვენი დაგვიგემოვნეთ თუ მოგეწონებათ და. გემრიელია ძალიან. და შენ რა სიტყვი? მოგეწონა? ძალიან გემრიელია. იცი რა გემრიელი არის, ანუ გონია რომ ტყემალს ვამ. ოღონდ ტყემალს მართლა. ოკეი, ძალიან კარგი რომ რაღაცა დააკავშირეთ. არა, გემრიელია, მაგრამ საშიში არ აღმოჩნდა ეს. არა, ხორცი მიყვარს. უბრალოდ აი ეს მწვანილები, რადგან არ მიყვარს გადაწურული უფრო კარგი იქნებოდა. ან დაბლენდერებული. ხო. არა, დაბლენდერებული. არა, გადადაბლენდერებულს ვერ, მაგრამ აი ეს მართლა გემრიელია. აი ეს რო ვწოდნო და გადავწურავდით. ამბობთ, აი დეტალების ბოლომდე ინფორმაცია არ გქონდა. ესე მე რომ ვწოდნო და რომ ესე მომეწონებოდა გადაწყოდი რომ გადამიწურე თქო, იმიტომ რომ ვერ წარმოგიდგენდი რომ ერთ ლუკმაზე მეც გავსინჯავ. ჩაკაფულის შეიძლება ძალიან გემრიელი იყოს. ისა მარტო ის არ უყარს მწვანილი, ძალიან გემრიელი გემო აქვს თვითონ ეს ინფუზია. ის ზოგადად თქვენ როგორ იკვებებით, ანუ აი რა, როგორია? ზოგადად ეხლა დიეტაზე ვარ და ძალიან მშია და შეიძლება ამიტომაც. ეს ძალიან დიეტური კერძია და ყველა დიეტის დრო შეიძლება პრაქტიკულად, ანუ რა დიეტებიც არის, ყველა დიეტას შეესადაგება. ცოტა მძიმე დიეტაზე ვარ გამნერი კიდე რომ ძის პროდუქტს ვერ ჭამ, თევზეულს ვერ ჭამ. ამიტომაც მიწევს რომ ეს ყველაფერი ამოვიღო და ამის გარეშე ვიყო დიეტაზე. და უფრო მკაცრი დიეტა გავამდის, იმიტომ რომ ბოლოს რო დავდექი სასწორზე და 60 და რაღაც რო დაწერა, მართლა ძალიან ცოტა ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი წონა არის 52 კილო და. ან წონის კლების მიზნით ხართ დიეტაზე, ხო? დიდი ხანია რა დიეტაზე ხარ, თავსა მოინტერესებს. და ჯერ არ წვენ ხართ. კი, 3 კილო დავიკელი 6 დღეში. მაგარია. ეგ ძალიან მოინტერესებს, შეც მოგვიყვება. ხო, რა ვიცი, ეს 600 როდეს მე დავინახავ და სწორედ ძალიან ბედნიერი ვიქნე მე პირადად. ნუ, აი მე ვიღებ მარტო მოხარშულ ხორცს, ბრინჯს, ბოსტნეულს და კვერცხს. და რა მონაკვეთებში რა დღის განმავლობაში 7 საათის მერე სალატს ვჭამ. სტაფილო, სალათის ფოთლები და ბალზამიკო. ო, ოკეი. საინტერესოა, მე მაგალითად ბრინჯზე პირიქით ძალიან მიმატებ წონას და ბრინჯი რო გავსინჯო ცოტა მაინც. ვჭამ. არ აქვს მნიშვნელობა, სულ ცოტაც რო გავსინჯო ხოლმე, იმ დღეს ვერ ვიკლებ საერთოდ წონას. ან ყველას ხო თავისებური ორგანიზმი აქვს და მე უკვე ძალიან კარგად დავაკვირდი ჩემ ორგანიზმს და ზუსტად ვიცი როგორ მოქმედებს და ამიტომაც ბრინჯს საერთოდ ვერ და გვირილის ჩაი. ხო, გვირილის ჩაის არის. მე კიდე ძალიან მიყვარს კამის ჩაი. უთუნად ყოველსვარი არაჩვეულებ. კამის ჩაი. ჩაი. და წონის კლება რამ განაპირობა? მომატება. ანუ უფრო სწორად წონის მომატება რა განაპირობა? ძალიან მიყვარს ტკბილეული. აი ძალიან ჩემ ვერ წარმომიდგენია, ანუ ვერასდროს ვერ. ანუ ეს იგი პასკა უნდა გავგზავნო ხო აუცილებლად ხო ჩემს საოცარი ყველაზე ძალიან მიყვარს. ძალიან გემრიელი, ანუ ეს პასკა და მე არ ვეკარები ახლოსაც კი, ანუ აი შესაფუთათაც კი არ ვეხმარები, იმდენად ერთი თუ გავსინჯე, მე ვერ ვჩერდები ხოლმე. არა, არ დაგავიწყდი. აუცილებლად გამოგიგზავნი. ხოჭოს პასკის რეცეპტი ხო არ შეგვეთავაზებდა შემდეგ გადაცემაში. ხო, კი, ძალიან კარგია ზეა. თან ხაჭოთი გავაკეთოთ, სოფის ნობათის ხაჭოთი. ხო, ну როგორც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის. მაშინ შემდეგ ეპიზოდში იხილავთ ხაჭოს პასკის რეცეპტს. ხო, და თამუნას კიდე პასკებს გავუგზავნი. არა ხაჭოს. არა ხაჭოს, კლასიკურს. ფისტა არის, შოკოლადი არის და ანუ ბევრი გემოები ყოველს გამოგიგზავნით, ძალიან გემრიელი. საღდგომოდ სანამ დაიკლებთ იმ 8 კილოს, რომელიც მოიმატეთ. მე მოიმატებთ ისევ და მე ისევ დაიკლებ. არა, ზომიერად მიირთვა, არ მოიმატეთ. როგორ უნდა მივირთვა ზომიერად? აი სკარო აი გასკა როგორ შეიძლება? დღეში ერთი ნაჭერი. დღეში ერთი პასკა. არა, არ გასუქებს. დღეში ერთი ნაჭერი არა. ერთი დიდი ნაჭერიც არ გაგასულებს. ერთი ნაჭერი რამ ხელა? 150 გრამი. ერთი ნაჭერი რამ ხელა? 150 გრამი დაახლოებით. ნუ ოკეი არის, ჩემს დილას თუ მიირთვებთ, ანუ
აუ ნუცამ კიდე მე იცის პასკა თუ დარჩება ხომ მაგითი არ ხდება რომ დარჩეს მაგრამ მე იმას კიდე რაღაცნაირად წვავს ხომ ეგეც გავაკეთე აუცილებლად და აიყლიყო პასკის მე ყიყლიყო აუცრება ესე იგი როგორც ფრენჩ ტოსტი ეგრე კეთდება ძალიან გემრიელი გამოდის ესე იგი კვერცხი შაქარი გრძე ნაღები ამაში უნდა ამოავლეს გამხმარი პასკა თუ ხმება ჩვენი არ ხმება მაგრამ ზოგადად ხმება ხო და როგორც ყიყლიყო ესე იწובה ტაფაზე და ძალიან გემრიელი გამოდის მე შაქრის პუდრა უნდა მოვაყარო და მილიონი კალორია კი არის, მაგრამ ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელი. თან უნდა დადგე ტრენაჟში თან ჭამო. ეგეთი დაწოთან კალორიები. კარგი, მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ესე შორიდან სულ ვუყურებ ხოლმე პოდკასტს და გადაცემებს და რა ვიცი, აი ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ხო და ზოგადად აი მართლა ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ხოლმე, აი რა ვიცი, დნმ-ის ანალიზი მეც გავიკეთე და მაინტერესებდა ნათესაობა კიდე სადმე ხო არ ყავს სოფლიოში ვიღაცა NASA-ში მუშაობს ვიღაც კაცი, ოღონდ არ შემომეხმიანა, ვიპოვე სადღაც აი რანაირად არ ვიცი როგორი შტოდან და საიდან, მაგრამ დეიდაშვილი ან ბიძაშვილი არის საკმაოდ ახლო. ხო და მაგაზე მე ხა აგრო არ გადავტვირთოთ მაყურებელი. მე ჩემთან მოდი, ჩემ პოდკასტში. ანუ გვანცა? ხო და აი, მაგას ძალიან საინტერესო და ის მხრიდან ძალიან საინტერესო ამბებია. თუ ვიპოვით იქ საერთოდ იმ ხალხს ძალიან კაი როდის მოხოთ პოდკასტი? აი როცა მეტყვი. ხო და აი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ თავზე ძალიან ხშირად არაფერი არ ვიცით და აღმოჩნდება ხოლმე რომ თურმე ძალიან აი იგივე თქვა ნუცას აქვს ძალიან ბევრი სისხლი სხვადასხვა წინაპრებიდან ხო და აი ძალიან საინტერესოა თქვა ნუცას არ გავუკეთებია ჯერ რა აი მე გაიგო რომ საიდან ხარ ვინ ხარ იმიტომ რომ ზოგი არის რომ იცის თავისი გენეალოგია როგორ გონია რომ იცის აი რა კაი სიტყვა არის გონია რომ იცის გონია ხო და მე აღმოჩნდება რომ ყველაფერი ისე მარტივად არ არის ხო და აი მაინტერესებს მე ვუყურე ძალიან სენტიმენტებით ვუყურე მამასთან შეხვედრას აი ვიტირები რა თქმა უნდა და ყველამ ვიტირეთ და მაინტერესებს შეიცვალა რამე აი ცხოვრებაში აი ეს რაღაც იყო მანამდე და მას შემდეგ პერიოდი და აი როგორ გაქვს დღეს ურთიერთობა ეს ძალიან მაინტერესებს ალბათ მაყურებელსაც ძალიან მაინტერესებს შეცვლით შეიცვალა მხოლოდ ის რომ ისეთი ასე ვთქვათ ექშენი აღარ არის ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ მუდმივად ამ 8 წლის განმავლობაში სულ ვიღაცას ტესტავდით ვიღაცის ოჯახებს ვეძებდით ვიღაცაზე გავიგებდით რომ შვილი იყოს გაშურებული და აბა როგორღაც შეპარვით მივდიოდით რომ იქნებ შეხარ დედა ჩემი ანუ აი ეს იყო მუდმივი ექშენი და ძალიან საინტერესო იყო რა რაღაც სერიალი იყო და მე ხო დავაგდა ყველაფერი და აი გააჩნია ვინ როგორ შეხედავს ზოგს უყვარს მშვიდე დაალგებული ცხოვრება მე არ მიყვარს ხო და ჩემთვის რაღაც მოსაწყენი გახდა მოსაწყენი გახდა უირესო მართლა ესეა ხოლმე მე მგონია რომ ეს გზა ძალიან საინტერესოა ხოლმე ძალიან საინტერესო იყო ეს 8 წელი და მეგრელი აღმოჩნდით კი ორივე მხრიდან და ისე გრძნობდით ამანდანზე სად გაიგებდით ისე ვიყავი რაჭველი მთელი 11 წელი ფაქტობრივად რაჭაში გავიზარდე იმიტომ რომ ყოველ ზაფხულს ვიყავი რაჭაში და მაინც მიუხედავად იმისა რომ მეგრული სამზარეულო ბევრად უფრო გემრიელი ამას ვაღიარებ მაინც რაჭული უფრო მიყვარს იმიტომ რომ ის რაჭის გავიზარდე ჩემთვის სხვა სენტიმენტები არ არის ყველაფერი ისი რა ნუ ძალიან მიყვარს ხა საცივს ისე ვაკეთებ ალბათ ძალიან ცოტა აკეთებ შემაირად საცივს და ზოგადად შეკვეთებს ვიღებ ასე ვთქვა და ახალწელს ბევრი ქვავით კი ახალწელს რამდენიმე ქვავით ვაკეთებ რომ სხვადასხვა ოჯახებს დავუვიდო საინტერესო იქნება ის ახალწელს შევეხმიერ საცივის რეცეპტი აქეთ მოვიწიოთ იმერულად ვაკეთებ ოღონდ ვადუღებ და ამაზე მაქვს სულ პრობლემები ახალსანაცავს არის იმიტომ რომ მეგრელები არ ადუღებენ საცივს და მათთვის წარმოუდგენელი და ჩემ და სარით ვაჭამე მაგრამ ნუ მაინც ანუ ისინი ცოტა სხვა ჩემი აზრით ისინი ბაჟეს ანუ იმერეთში რასაც უწოდებენ ბაჟეს იმას უწოდებენ სამეგრელოში საცივს იმიტომ რომ მე მაინც დედა იმერელი მყავდა და იმერულად ვაკეთებდა ამიტომ არ მოწონთ ეს ჩემი დამოკიდებულება და ღომი თუ იცით გასწავლეს იცი რა ჩემი და ძალიან ხშირად მოდის ხოლმე ჩემთან და ჩემი და აკეთებს აღარ მჭირდება იმიტომ რომ მე და ნუცა მერტყოლ გავაკეთებ მე მეგრელი ვარ და საკმაოდ ისეთია რა ძალიან ჭირდება რა ორი ხელში ურევდით კი ორ ხელში ურევდით ხოლმე ელარჯსაც და ხომსაც და არ არის მარტივი გასაკეთებელი როცა ხელი არ გავს გაწაფული აი დაწყებულზე გამიგრძელებია ელარჯის წამოსილობა მაგრამ ძალიან რთულია ძალიან რთულია და ისეთი რო არ გამოგივიდეს მე ჯობია აი არ მოვიდო ხელი იმას რაც არ ვიცი და წუნება არ მივიღო ოჯახზე რო გადავიდეთ ესე იგი სანდროს ჩემს ქორწილში ნაცეკვია და გაჩვენო იცი რა საყვარელია პატარა იყო მაშინ და ნუ აი საოცარი არტისტული იყო თავიდანვე და ეხლა მაინტერესებს შვილები
დედა ხარ 3 შვილის და რომელი გავს ყველაზე მეტად მამას არტისტიზმით? მესამე. ხო, მესამე აი მარტო არტისტიზმით და ცეკვის მანერით კი არ გავს, ზოგადად ხასიათითაც გავს. რეალურად მეორე ბავშვი ვეროდ უფრო კარგად ცეკვავს, ან მარიანა უფრო კარგად ცეკვავს, მაგრამ აი სანდრო ხო რაღაც სხვანაირად ცეკვავს. აი ეს მესამე ბავშვიც სხვა, ანუ თითო ილეთში მე კიდე რაღაცა ილეთს აკეთებს, ანუ აი მაგითი ხო მამას გავს. კარგია ძალიან და საოცარი ოჯახი გყავთ და იმდენი ამბავი ვიცი თქვენ ოჯახზე ჯემალის უყვებოდა ხოლმე ძალიან სასაცილო ისტორიებს და მოკლედ ძალიან ერთხელ რომ ერბოკვერცხი შეწვა ლენამ სახის კრემში ხო ეს იყო ცნობილი და გაუკეთა საუბარი ლენამ დღემდე არ იცის საჭმისკეთება არაფრის ლენა არის სანდროს ბებია მაგრამ სანდრომ იცის საოცარი საჭმისკეთებს საოცარი ანუ საოცარი ხელი აქვს ისიც ხო ნუ რაჭველია და ნუ არაჩველი მაგრამ ნუ ის რომ გააკეთებს საჭმელს მე ორი კვირა მაქვს სახში გენერალური დაალაგება და მირჩევნია რომ ისე თქვენ აკეთებთ სახში კი ყველაფერს კი და აი ბავშვებს როგორ კვებაზე ყავს ეს არის ძალიან საინტერესო აი შუას წონას და გაგვექცა იმიტომ რომ მაინც ეს რაღაცა ჩიფსების კენდატყვილეულობის კენ. მეც მიყვარს ჩიფსები. თუ უბრალოდ გძალავს სახში, თორე თუ დამიდებენ, ვერ ჩერდები, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ყველანაირ საჭმელს ვაკეთებ, ანუ აბსოლუტურად ყოფის გაკეთება ვიცი. ამბობ რომ დამსხვრების ხობა დავიწყე და მემართა არ ვიცი. ხო, დამსხვრების ხობა დავიწყე მასაკში არ ვიცი, მაგრამ ღვეზელებს არ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებ აბსოლუტურად. და ამათ უყვარ ძალიან წვნიანი. ბავშვებს ხო არ უყვარ წვნიანი. აი ნინას ძალიან კარგ წვნიანებს აკეთებს. ამათ თუ წვნიანი არ ჭამეს შეა. ისეთ გემრიელ წვნიანს ვაკეთებ, სახში იმდენ არ მქონდა ერთი დღე, არ ვიყავი სახში და ნუცა მოდის და გამოაყო, სადერი წვნიანია მეუბნება. არ არსებობს რომ სახში წვნიანი არ იყოს ჩემთან. და აი თან ისე ჯანსაღს ვაკეთებ ხოლმე, ხან არტალას, ხან ჩიხითმას, ხან იმას და მართლა ყოველთვის უნდა გქონდეს. ჩიხითმა არ მაგასინჯული. ეს ხო შეიძლება არც ბოზბაში არ მქონდა გასინჯული მართლა და გავსინჯე ორი კვირის წინ და ძალიან მომეწონა. გემრიელი. ბოზბაში ძალიან გემრიელი. ხო, მაგრამ ისეთ სახელი ქვია, რომ სახელი გამომეწონა. მართლა, ხო. მართლა ხო ირა. ანდრეს არ ვიტყვი ხა იმ სიტყვას რაც სათაურში არის, კლამას ნიშნავს. არა, მაგიტომ კი არა, რაღაცნაირი ისეთი სახელი აქვს, რა, ცოტა აი. ხო, მართლა ეგრეა. საკვების დროს რაღაც უცნაურ რაღაცებს ვაქცევ ყურადღებას. არ არის თითქოს ყურში ხო როგორც უცხო სიტყვა, არ არის ქართული, ხო ეტიმოლოგიის. ხო, აი ხაცა ის სადმე რომ მივიდივართ აი საზღვარგარეთ, ხო, იქ ჩემი ხმარი სულ სინჯავს უცხო ქვეყნის სხვადასხვა კერძს. არასდროს არ გამოსინჯავს. აი არასდროს. რაც ვიცი. მე მგონია რომ ეს არის რაღაცა მართლა ბავშვური ტრავმის შედეგი, როდესაც უბრალოდ სიახლის გეშინია, ხო? რაღაც შენარჩუნა, შეიძლება არც გახსოვს, მაგრამ მაგის გახსენება შეიძლება. ხო, მოდი მე მაგაზეც ვიმუშაოთ, ძალიან საინტერესო. ერთმანეთს ვიმუშავებთ ჩვენ აუცილებლად. უფრო დეტალურად რა გითხრათ, თქვენი ბავშვები როგორ იკვებებიან? მესამე ბავშვი იკვებება ისე როგორც მე. ზუსტად იგივენაირად. აი აბსოლუტურად არ სინჯავს არაფერს. ეხლა რა უნდა გქონდეს 5 წლის ბავშვს გასინჯული, არაფერს არ სინჯავს ახალს, არც იმას არ უყვარს ის რაც მე არ უყვარს. არც მწვანილი, არც ის ნაწარმი, არც თევზი, არც ოქრო, არაფერი. მეორე ძალიან ისეთია, ანუ ყველაფერს ჭამს, უყვარს სიახლეები, რაღაცებს აკეთებს თვითონ, მაგრამ აი ეს მესამეც მე როგორც body language სპეციალისტი ცოტა დაიძაბე და მინდა რომ გაგხსნა. ეხა ამიტომ ავიღოთ ღვინო. აი ხა როგორც გვაღვინოს არ მიყვარს. რას მოდიოდიო მე არ მეტყვი ან აგინო. არ გიყვარჩეულებრივი. ეს ერთ ყურყუბს დავლევ, მაგრამ აი ესე რომ ოპერა პრიმასი, ძალიან გემრიელი და ჩაკაპული სამგონით არის მომზადებული. ახდიმით არის? კი, ვინაც. აი მე რიგზნო. ხო და იმიტომ რომ ამოორთქლდა ალკოჰოლი და არ იგზნობა ხოლმე. და ძალიან მიხარია მართლა ჩვენი გაჩნობის იყოს და გავაგრძელოთ ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ რაღაც აუცილებელი გადაკვეთის წერტილები ვნახეთ და ეხლა კიდე ესეთი კითხვა მაქვს, იმიტომ რომ ეს ჩემთან ძალიან ახლოს არის ეს კითხვა. აი უბრალოდ რასაც მე ვუყურებ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებ, ეს გადაცემა ცალკე, ოჯახი ცალკე, ისედაც საქმე ძალიან ბევრი ცალკე და აი ცილს როდის აღწევ მართლა მაინტერესებს. მე მგონია რომ ზუსტად ამის გამო მაქვს პრობლემები წონასთან დაკავშირებით. დარღვეული რეჟიმის გამო მე ამერია მე კვებაც, იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი დღის განმავლობაში ჭამას, მოვდიოდი სახში, მე სახში თუ საჭმელი არ იყო ვიძახებდი, აი გამოძახებდი ხრავდა პიცა, რაღაცა ისეთი ჰამბურგერები და ამის გამო შემექნა პრობლემები და ეხლა სხვადასხვა ბავშვები რაც სკოლაში არიან ძალიან დაბირებულირე, ძილი, იმიტომ რომ დიდი თვეები 8:30
ნახევარზე. მოვიდა კაი. და ამათ რო დავაძინებ, მეც ვიწინებ ხოლმე სადღაც 11-12 საათზე უკვე მძინავს და ღამე რო აღარ მღვიძავს, მე აღარ მშია. მაგრამ აი თავიდან რომ დავიწყე დიეტა, ღამე მეღვიძებოდა და მშია. ერთულია. ძართული და მე საერთოდ მოვიმატე სტრესზე ძალიან. მე პირიქით. ხო, მე ძალიან მოვიმატე სტრესზე და ეხლა ყველანაირად ვცდილობ რომ სტრესის გარეშე ვითხოვ. რა ძართულია უბრალოდ, მაგრამ სტრესი ძალიან ბევრია გარშემო, უბრალოდ რაღაცნაირად აი ვისწავლე ტექნიკები, რომ ცოტა გავთავისუფლდე ამ სტრესის. ხო, აი მე როცა ნერვიულობ, ვერ ვჭამ. მაგრამ რაღაცნაირი გავხდი, არაფერზე არ ნერვიულობ რა და შესაბამისად ვჭამ. ხო, ეს კარგია. არა, ძალიან, აი არაფერზე. ნუ ეხა ნერვიულობას გულისხმობ აი ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას და რაღაცა გამოვალ მდგომარეობას ხამ შემთხვევაში ყველანაირად, მაგრამ აი ესე ყოფით საკითხებზე, რაც გამოსწორებადია და რაც ვიცი რომ გამოსწორდება და რისი გამოსწორება შემიძლია, ამაზე არ ნერვიულობ, იმიტომ რომ ვიცი რომ შემიძლია მის გამოსწორება. ამიტომაც აი ჩემი მეგობრები რაზეც ნერვიულობენ რაღაცა, აი ამ საკითხზე არ მაქვს ეს შფოთვები. ძალიან კარგი. და ძალიან მინდა კითხვა შენ უფრო შულს ანდროზე, იმიტომ რომ სულ ანიკა და მარიანა არიან შენ სტორებში და ის ნაკლებად ჩანს, ალბათ ეს რაღაცა გარდატეხის პერიოდის გამოც. ზოგადად ძალიან მიკრძალავს ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. ბევრმა არის ის რომ ყავს უკვე, ვინც ბავშვობიდან არ მიცნობს, აი 24 წლიდან როდესაც ბავშვი გავაჩინე და ვისაც ახალი გასწრებული ვყავარ, იმან არის ის რომ უფრო შვილი მყავს, იმიტომ რომ არ უყვარს ფოტოების გადაღება, არ უყვარს ვიდეოების გადაღება, არ უყვარს რომ ვახსენებ. და ეს ყველაფერი დაემართა მას მერე რაც რამდენჯერმე მოვნიშნე სოციალურ ქსელში და ვიღაცებმა დაუწყეს მიწერები. და ეგ არის ამოვნა. ხო, ოღონდ კი რაც უხებდნენ რაღაცა. ხო და აი არის ამოვნა და აი მის მერე კატეგორიულად ამიგზავნა. მაგრამ აი ჩემი შვილი ჯერ ბავშვობაში ძალიან ესეთი მსხვილი იყო, იმდენად უკანი იყო, რომ სუმოს ეძახდნენ. 9 თვის იყო 21 კილო. ხო, ანუ აი სუნაკეცები ქონდა და აი ძალიან აი უსაყვარლი. და მე თავისით მოხდა რაღაცა თავისით ისე ჩამოიფერხა. მაგრამ აი საკუთრებთან დაკავშირებით არც იმას არ აქვს პრობლემები. არა, არც აკცელები, არც პრობლემები, ისიც ყველაფერს ისე პრობლემას მარტო მე აღმოჩნდა ოჯახში ეს პრობლემა. და შვილიშვილებს თუ გაიცნო ბაბუამ. კი, შარშან ჩავიყვანეთ, ჯერ მყავდა ჩაყვანილი ერთი, ეხლა ყველა ერთად ვერ გავაცანი, იმიტომ რომ ამდენი ბავშვის ერთად ჩაყვანა, თან ვით უმეტეს შემიშვილების არ დამთავრდებოდა კარგად. ანუ ეს პატარა ძალიან აი ცელქია? ცელქი არ, აი ესე გიყურებს სახეში და აი ესე უჭირავს სტეპში და დედა და ვაგდო არა ნუ ვერ ასწრებ. ანუ ჰაერშია. თან გეკითხება. ძალიან და ნუ მე უკვე რიგრიგობით გავასწრე და მე სამივე ერთად ჩავიყვანე რამდენიმე დღით და ნუ აი ანიკამ სული ამოხადა. სული მოკიდებდა ხელს და ეს ეზოში ატარებდა. ძაღლი გაურბოდა აი ეს. ძალიან საყვარელი იქნება. მაგრამ ძალიან ცელქია. ძალიან. რა უშავს. გაიზრდება. თავიდან ცოტა თავისებური ბავშვი იყო. იცი რა მამამისი გაიზარდა და მაინც ვერ დადინჯდა და თუ ესეც მამამისის ყველაზე გავა ალბათ ესეც. ხო იცი რომ სამყარო ცალკე ხალხის გარშე ძალიან მოსაწყენი იქნება. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. აბა როგორი ვიყავი მე? ну იცი როგორი ყავი აი პატარა ბეკეკასავით იყავი ჯერ ცალკე ხასიათი ქონდა ის როგორ ჩამოყალიბებული რომ აი ყველაფერი იცოდა უკვე რა უნდა და აი ძალიან პატარას და აქეთ ჭკუას გვასწავლი და სულ ყოველთვის ყველაფერი იცოდა 3 წლის ასაკში თავის იცხელებდა რაღაც ნაგვის ყურძე დგებოდა მიკროტალღურ ხუმელში რაღაცას იცხ აი ძალიან დამოუკიდებელი იყო და რა ვიცი ინსტაგრამი რო გაიხსნა 20000 გამომწერი გაიჩინა უძებ არ ვიცი რანაირად სულ არ იყო მგონი 20000 ადამიანი ინსტაგრამზე მაშინ და ისე უკვე ხავდა მაგდენი გამოტები ხო და ესეთი განსხვავებული იყო და არავის არ გავდა ოღონდ აი მართლა რო გადახედო მხოლოდ ჩვენ საგვარეულოს მუცესნარი არავინ არ ყავს და ძალიან კაია ძალიან დიდი ბედნიერება როგორებიც არიან ისინი რო არიან ჩვენი შვილები მეორე ბავშვია ესეთ მეც მეორე ბავშვი ვარ ხო შვილთან ვარ ერთი დამყავს და ერთი ძმა რა ახლოს ვარ ჩემი და არის ერთი წლით დიდი და ჩემი ძმა არის 3 წლით პატარა ჩემზე 2 წლით მაგრამ არა უშო აი ეს შუათან ბავშვი არის აი ხა 27-ის რო გავხდები 24-ის არის ჯუნი ხო მე 3 წელია განსხვავება 27-ის ხო გავხდებით შენ 99-ში დაიბადე და შენი ძმა 2001-ში არა უშო ხა ერთ კვირაში რო გავხდები ხო ნუ კაი იყოს მას 27-ის ის იქნება 24-ის მათემატიკა ნუ წესი მაგრამ 24-ის ხო გახდება იგივე წელს ხო მაგრამ გვიან ხო
ანუ მაინც 2 წელი გამ. ხო, ესე არის ჩემი და მეორე და ზუსტად მესამე ასე შორის. ჩემი ბიჭიც არ არის მაგის ერთი სურათი მოგზაერდა ტელეფონი ისე. ხო, მე არ ვიცი ძმო რა ყავდა. კი, ერთი ძმა მყავს. ერთი თვე ყავს. ეს პირველ ბავშვზე ყველაფერი გახსოვს. მეორეზე, ან მესამეზე უკვე შენ მიხარ, უბრალოდ ხარ ესეთი. ზუსტად. აი, ხვეც ის რო არის, ანუ პირველი ბავშვი ყავს, აი ყველაფერს რაღაცა იმას უკეთებ, ვასუფთავებ დეზინფექციას და აი ღმერთ მეორე ბავშვზე უკვე აი კატის საჭმელი თუ შეჭამა მიყავს ექიმთან რომ გამორიცხოთ. მესამე ბავშვი კატის საჭმელს თუ შეჭამს, კატის პრობლემაა და არა ბავშვი არ მიდერს. ისე ყავს. ხოდა თლათ ესე დაჩეგრულიც არ მყავს, მაგრამ არა, ნუ ზოგადად ხო, მე რა უკვე და ფინეთში ახლა სასაცილოა ბავშვია, მაგრამ ფინეთში იმდენად სტერილ გარემოში არიან ბავშვები, რომ სპეციალურად მიწაში ათამაშებენ, რომ ოდნავ ბაქტერიები ქონდეთ, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან საჭიროა, თურმე რომ იმუნიტეტი ქონდეს და სტერილ გარემოში არ უნდა იზრდებოდე. ხო, ისე რომ კარგია. და სანამ თამუნას საჩუქრებს გადავცემთ, გაგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მეტრომარტი. მეტრომარტი არის მსხვილი და წვრილი ტექნიკის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ ფასის კატეგორიაში. ძალიან ბევრი არჩევანი არის და შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სახლიდან გამოფსრელად და სახლში მოგიტანენ მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე მათ მისამართებზე. და ეხლა მე მინდა გადმოგცე საჩუქარი, ესეთი არაჩვეულებრივი ღვინო არის ჩვენე. ეს არის ოპერა პრიმას კაბერნე სავინიონ, შენ წაიკითხა ამას ძალიან კარგად. კაბერნე სოვინიონ. ხო. ფრანგული რო იცის კარგად და ეს არის ეს რას დავლიეთ, ხო? ხო, ეს არის შარდონე. აჰა. და ასევე მოდი ეს ხმა მიყვარს ძალიან ბოთლები მაინც ეჯახებია ხოლმე. აი. ხო და ასევე ჩვენ ახლა ვიმყოფებით გრილის და მელოდიის სახლში. ესეთი ლამაზი გარემო არის, ჩვენ ახლა აზიურ ნაწილში ვართ და აქ არის კიდე ტერასა, ღია ტერასა, ძირითადი დარბაზი და ძალიან დიდი არჩევანი არის როგორც კერძების, იმიტომ რომ არის დაწყებული ევროპული, ამერიკული, ქართული, აზიური სამზარეულო და ასთავარია საუზმეც არის, ლანჩიც არის და ვახშამიც არის, ესე რომ აუცილებლად მოდით მე და სანდრო წამოვართ აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. და აი მართლა უხმესი მადლობა რომ მოხვედით და მე მგონი ჩვენ ძალიან აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეგობრობა ჩვენი საყვარელი პოდკასტი კი, მოდი, ჩემთან. არა, მე თუ მოვედი ახლა კი. თქვენს გვაცამ. კი, ამიტომ შემდეგში იხილავთ ნინას უკვე თამუნასთან სტუმრად. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის და მადლობა სტუმრობისთვის და მოწვევისთვის. ჩვენს კითხვებზე პასუხისთვის, ასევე რომ დააგემონეთ ჩაგაფული პირველ ცხოვრებაში. ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობას გიხდით და ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რადგან ყოველკვირეულად უყურებს ჩვენს გადაცემას და ასევე არ დაგაგუკლეთ, რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დაგვიწერეთ და არ დაგაგწოთ ჩვენი გამოწერა. და ვინც უყურებთ ჩვენს გადაცემას ხშირად, მაგრამ არ გაქვთ გამოწერილი, ჯობია რომ გამოიწეროთ და აღარ გამოგრჩება ჩვენი გადაცემა. ნახვამდის. ნახვამდის.